სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის Bitanica Short, გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რატომ დაბლოკა პოლიმარკეტმა ვენესუელას ფსონები, საწავო ბუმერების ტრილიონები და რა ბედიელის მიმქოინებს. პოლიმარკეტმა ვენესუელას დაპყრობაზე დადებული ფსონების განაღდებაზე უარი თქვა. რამაც მომხმარებელში დიდი პროტესტი გამოიწვია. საქმე ეხება $10 მილიონ, რომელიც ტრეიდერებმა ნიკოლას მადურას დაკავების შემდეგ მოგებულად ჩათვალეს. თუმცა პლატფორმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი დაპყრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რადგან აშშ-ის ტერიტორიაზე სრული კონტროლი არ დაუხარებია. მოკლედ, ტრეიდერები თავს მოთხოვებლად გრძნობენ და პლატფორმას წესების შეცვლაში ადანაშაულებენ. Galaxy Digital-ის პროგნოზით, მომავალი 20 წლის განმავლობაში ბეიბი ბუმერების თაობა ახალგაზრდებს $83 ტრილიონ დაუტოვებს, რაც კრიპტო ბაზარს ძალიან წაადგება. Zach Prince-ის თქმით, ახალგაზრდა ინვესტორებს ტრადიციულ ბროკერებთან დარეკვას ციფრული აპლიკაციები ურჩევნიათ, სადაც კრიპტოვალუტა პრიორიტეტული. მოკლედ, თაობების სვლა და დიდი ფულის ტრანსფერი კრიპტოს ერთ-ერთი მთავარი ბუსტი გახდება. მიმქოინები დაბრუნდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის დეკემბერში სექტორის დომინაცია ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, 2026 წლის დასაწყისში ბაზარმა $8 მილიარდი დაიმატა. ლიდერობს პეპე, რომელიც წლის დასაწყისიდან 50% გაიზარდა და მას მიყვება ბონკი 99%-იანი მატებით. მოკლედ, ვინც მიმქოინები დაასამარა, მწარედ შეცდა, რადგან სპეკულაციური ინტერესი და FOMO ბაზარზე ისევ დაბრუნდა. ეს იყო Bitanica Short, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩეს თავარი მოკლედ.